ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება დაიწყო პირველი ქართული ენა და ლიტერატურა. ნაშრომების შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით სწორდება. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომები მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დამთავრებისთანავე შეიტყობენ. თითოეული ნაშრომი სწორდება ორჯერ დამოუკიდებლად, გამსწორებლები ვერ ხედავენ მეორე გამსწორებლის ნამუშევარს და აცდენის შემთხვევაში სწორდება მესამედ. და ეს აცდენა არ არის მხოლოდ ჯამური ფულის, შიდა კრიტერიუმებში თუ არ ემთხვევა ერთმანეთს, ის მაინც მიდის მესამე გამსწორებელთან. შედეგები როგორია, ამაზე ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, თუნდაც პირველი გასწორება უნდა დამთავრდეს. თქვენ იცით, რომ ყველა ნაშრომი ორჯერ სწორდება დამოუკიდებლად, ეხლა ჯერ მხოლოდ პირველი გასწორება მიმდინარეობს, თან პირველი ნაკადის და არა დანარჩენი ნაკადების. ის თუ რა სირთულეს აღმოჩნდა, თითეული საგამოცდო ტესტი იყო თუ არა თანაბარი სირთულის სხვადასხვა ვარიანტები, ამას პირველი გასწორების შემდეგ სავარაუდო ინფორმაციას მივიღებთ.